მოდით, შევისწავლოთ ღვთის სიტყვა ქადაგების სათაურით მოდით, გავხდეთ ერთნი. გადავშალოთ 1 დლი კორინთელთა მე-13 თავი 4 მუხლი. სიყვარულის პირველი პირობა რა არის? სულ გრძელია. ნებისმიერ დროსა და ადგილას, მოთმინებაში ცუდი არაფერია. ჩვენ მომთმენი უნდა ვიყოთ. თუ მოთმინებას გამოვიჩენთ, რას იზამენ შემწოდენი? რადგან მათ სინდისი აქვთ, ისინი აღიარებენ საკუთარ დანაშაულს. და პირიქით, დაუშვათ, რომ მოთმინება ვერ გამოიჩინეთ და ამ ადამიანზე განრისხდით. როგორი იქნება თქვენი ურთიერთობა? ის უხერხული გახდება. ქუჩაში ერთმანეთს რომ შეხვდეთ, თავს მოიკატუნებთ, თითქოს ვერ ამჩნევთ ერთმანეთს და გვერდს აუვლით. რამდენად არაკომფორტული იქნება ეს. ამიტომ ბიბლია გვასწავლის ერთმანეთის სიყვარულს. სიყვარული კეთილია. მას არ შურს, არ ამპარტავნობს. ის არ ეძებს თავისას. ის არასდროს იხსენებს ბოროტებას. სიყვარული თვინიერია. ის ჭეშმარიტებით ხარობს. ის ყოვლის დამცველია, ყოვლის იმედი აქვს, ყოვლის მომთმენია, ყოვლით ხარობს. როდესაც ასეთი გული გვაქვს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქრისტეს სიყვარულის გზას მივყვებით. როდესაც ასე ვიქცევით, მაშინაც კი, თუ ვინმე გვეტყვის, რომ არ გავერთიანდეთ, ჩვენ მაინც შევძლებთ გავხდეთ ერთნი. ჩვენ ყველანი ერთი სხეულის ასოები და ერთი ნაწილი ვართ. ამიტომ თუ რამეა დასათმობი, დავუთმოთ ერთმანეთს და თუ რამეში წინამძღოლობაა საჭირო, ვიყოთ წინამძღოლნი. ამასთანავე უფრო ძლიერად ვიაროთ სახარების გზაზე. მაშინ ჯერა რომ ერთსულოვნებას მივაღწევთ და ყველაფერს ავასრულებთ. სახარების სინათლე უფრო კაშკაშად გაანათებს და უფრო სწრაფად გავრცელდება მთელ მსოფლიოში. როდესაც სიყვარულს ასეთი კეთილი გულით სრულად განვახორციელებთ, ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ერთნი გავხდეთ. მოდით, დავადასტუროთ ეს პრინციპი ეზეკიელის 36 თავის 26 მუხლში წერია. ამოგარიდებთ თქვის გულს. ღმერთი მოგცემს გულს, რომელიც სავსე იქნება თვინიერებითა და სიყვარულით. ჩემს სულს ჩავდებ, ანუ სულიც მიდას თქვენში. როდესაც მოვიშორებთ შურს, მტრობას და გულს, რომელიც გვაიძულებს ერთმანეთთან კამათსა და დავას და გავერთიანდებით ერთმანეთის მიმართ თვინიერებითა და სიყვარულით სავსე გულით, ღმერთი ჩვენში ახალ სულს ჩადებს. ღმერთმა ნათლად თქვა, ჩემს სულს ჩავდებ თქვენში. ამ სწავლების მეშვეობით ჩვენ შევძლებთ უფრო მეტად გავერთიანდეთ და ერთსულოვნებით ვიცხოვროთ. საბოლოოდ, როდესაც ასეთი ერთიანი გონებით შევებრძოლებით ჩვენს მტერს, ეშმაკს, გამარჯვება უთუოდ ჩვენი იქნება. ეს არის ბიბლიის დასკვნა და ბიბლიის წინასწარმეტყველება. ახლა ჩვენ ამ ისტორიის ბოლო, წინასწარმეტყველების კულმინაციასთან ვდგავართ. ახლა დროა, ყველანი აღვსდგეთ და ვიბრწყინოთ, რათა აღვასრულოთ ეს წინასწარმეტყველება, უმცირესი 1000-ად იქცევა და ყველაზე პატარა, ძლიერ ხალხად. დაწერილია, რომ სიყვარულის გარეშე გაკეთებული საქმეები წამიერია და სხვა არაფერია, თუ არა ჟღარუნა რვალი ან ჩხარულა წინწილა. ამგვარად აღვივსოთ უხვი სიყვარულით და ვეცადოთ, სიყვარულის მეშვეობით გავერთიანდეთ ჩვენს ყველა საყვარელ წევრთან. ღვთის მადლით, რომელსაც ამ ქადაგებით ვიღებთ, მოდით, სიყვარულის საქმედ ვაქციოთ და ერთსულოვნებით გავერთიანდეთ. ამით დავასრულებ ქადაგებას. დიდი მადლობა.